Შინდენი მიწა აქვს ნაყიდი რომ მილიონერი ათქანიშვილე? არა ნამდვილად. არ არის მილიონერი. არა ეს კომპანიისა იქნება აუცილებლად. საბუთების მიხედვით ქარელში რუხაძის ქუჩაზე მცხოვრები შალვა ქრივიშვილი ოფიციალური მილიონერია. უბრალოდ მშობლებმა შვილის სიმდიდრის შესახებ პირველად ჩვენგან გაიგეს. 2022 წელს 26 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე 6 დღიან შუალედში შალვა ქრივიშვილმა თბილისის 3 სხვადასხვა უბანში ჯამში 1,100,000 ლარად 4 მიწის ნაკვეთი ერთმანეთის მიყოლებით იყიდა. ეს მიწები იპოთეკით დატვირთული არ არის. არადა კონტრაქტებში წერია, რომ ფული გამყიდველებმა მიწის გადაფორმების მომენტში აიღეს. გამოდის, რომ ქრივიშვილმა 6 დღეში 1,100,000-ის ქონება სესხის გარეშე შეიძინა. სახელმწიფო მიწაა გაცვლილი ბატონო რომან ძალიან დიდი და ამიტომ გვაინტერესებს ნახეთ. დაგალაპარაკეთ, დაელაპარაკეთ თქვენ. მილიონერია თქვენი შვილე? არის. როგორ მამამ არიცით მილიონერია თუ არა თქვენი შვილე? არის. 6 დღეში ნაყიდი ეს დიდძალი ქონება რამდენიმე კვირაში სახელმწიფო ექსპერტიზამ საეჭვოდ უფრო ძვირად 1,772,000 ლარად შეაფასა. ამ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ კი შალვა ქრივიშვილს თბილისის მერია ლისზე ავთოვარაზის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში 4,900 კვადრატულ მეტრ მიწას აძლევს. ბატონი შალვასაც შეიძლება ვნახოთ? თბილისია შვილო. რაღაცა მიწების გაცვლასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები. სახელმწიფო მიწა გაუცვალეს დიდი რაოდენობით. სადა ეგა? ლისზე მისცეს მიწა? არ ვიცი. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით კახი კალაძის გუნდის სავარაუდო მაქინაციების შესახებ, რომლითაც თქვენი ხალხის ქონება კონკრეტული ბიზნესმენების სახელზე ფორმდება. რის სანაცვლოდ შედის კალაძის გუნდი ამ გარიგებაში და ხომ არ იღებენ სანაცვლოდ დიდ ქრთამს? ეს კითხვა ჩვენ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გაგვიჩნდა. 2022 წლის 31 ოქტომბერს დილის 11 საათზე ცირკის მიმდებარედ ხეებით სავსე ეს გამწვანებული ტერიტორია 279 კვადრატული მეტრი მოქალაქე შალვა ქრივიშვილმა იყიდა. იმავე დღეს დღის 3 საათზე ასევე ცირკის ფერდის მიმდებარედ 485 კვადრატული მეტრი ტერიტორიის მფლობელიც შალვა ქრივიშვილი გახდა. ყიდვის მომენტში მფლობელმა უკვე იცოდა, რომ აქ ვერასდროს ვერაფერს ააშენებდა, რადგან ეს სარეკრეაციო ზონაა და ერთსართულიანი შენობის ჩადგმაც კი იკრძალება. თუმცა ცირკთან ბაღის შესაძენად მან ჯამში 9 მილიონზე მეტი 582,919 ლარი გადაიხადა. ასე წერია დოკუმენტებში. ჩვენ დავინტერესდით, ბაღებში 9 მილიონზე მეტი მოქალაქე ქრივიშვილმა რეალურად გადაიხადა თუ მიწის ფასი ხალხის კუთვნილის სხვა ქონების ხელში ჩასაგდებად ხელოვნურად გაბერეს. რეკრეაციულ შენებების უფლება როგორ ექნებოდა და მაგას მიწას ნახავ საკადასტროს ჩაწერდი პირდაპირ ეწერებოდა ხალხს სადაც საკადასტროში თუ რაღაცაში რომ არის რეკრეაციული ზონა და როგორ იქნებოდა შენებლობა ეცოდინებოდა აბა არ ეცოდინებოდა. ეს ცირკის მიმდებარედ მიწის ყოფილი მფლობელი გიორგი ძიძიგურია. ის სატელეფონო საუბრისას არ გვეუბნება ფასს, რა თანხად გაასხვისა ტერიტორია, სადაც მშენებლობა იკრძალება, თუმცა დაგვიდასტურა, რომ როდესაც მიწა გაყიდეს, ახალმა მფლობელმა იცოდა, რომ იქ მშენებლობა აკრძალული იყო და მაინც იყიდა. ყველა მიცოდა რომ პინდი სამეზობლოებში ახლობლებში რაღაც ნორმალური თანხა შემოგთავაზეს და გაუყიდეს და შეიძლება მითხრათ რამდენი შემოგთავაზეს? არა რა საჭიროა თქვენ რატომ უნდა გითხრათ. მშენებლობისთვის გამოუსადეგარი ტერიტორია შეიძინა 26 ოქტომბერს შალვა ქრივიშვილმა ბაგების სატყეო უბანში. ტყის სტატუსის მქონე 1000 კვადრატულ მეტრ მიწაში 100,000 დოლარი გადაიხადა. ამავე დღეს თემქაზე სკოლის უკან ხევის პირას მშენებლობისთვის აკრძალულ ზონაში 716 კვადრატული მეტრი მიწა 250,600 ლარად გადაიფორმა.
ყოფილი მფლობელი მერაბ ლუტიძე გვეუბნება, რომ ყიდვის მომენტში ახალი მფლობელისთვის ზონალური სტატუსი ცნობილი იყო და ფრევიშულმა კარგად იცოდა, რომ აქ ვერაფერს ააშენებდა, მაგრამ მიწა თემქის ხევის პირას მაინც შეიძინა. მადი ხო ზონა სხვა, მერე შეიცვალა ზონები, ორი ნომერი ზონა მინდოდა ამის საკუთარი სამშენებლობა და არ უნდა სამსუბლება და აკეთება. თქვენ ზონის ცვლილებაზე შეიტანეთ, ან მიწის ცვლილებაზე მიმართეთ მაშინ მერიას? ყიდველმა. იყიდა უნებართვო? ეს მაინტერესებს. რა თქმა უნდა. თბილისში 1 სატყეო და 3 სარეკრეაციო ზონის მიწის ნაკვეთების შეძენიდან ზუსტად 11 დღეში შალვა ქრივიშვილი მერიაში მიდის და განცხადებას წერს. ამდენი მიწის ნაკვეთი მაქვს, ვერსად ვერაფერს ვაშენებ, ვზარალდები და სხვა ტერიტორიაზე ისეთი ნაკვეთი მომეცით, რომ მშენებლობა შევძლო. არადა მერიაში ამ განცხადების შეტანამდე 11 დღით ადრე მფლობელმა ზუსტად იცოდა, რას ყიდულობდა. ამ მიწის ნაკვეთებს სტატუსი წლების წინ შეუცვალეს და მშენებლობაც წლების წინ აკრძალეს. ეს არის კარგად წინასწარ დალაგებული სქემა, რომლის მიხედვითაც ასეთი მიწების საშუალებით ქართულ ოცნებასთან და თბილისის მერიასთან დაახლოებული ადამიანები ეუფლებიან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მრავალმილიონიან ქონებას. ქრივიშულმა მერიაში განცხადება პარასკევს 11 ნოემბერს შეიტანა. ამავე დღეს მერიამ ექსპერტიზას ნაკვეთების შესაფასებლად მიმართა. სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ 1.100.000 ლარად ნაყიდი მშენებლობის აკრძალვის მქონე 4 ნაკვეთი 1.772.000 ლარად შეაფასა. ანუ დაახლოებით 600.000 ლარზე უფრო მეტად. დაახლოებით 2 კვირაში კი მერიამ შალვა ქრივიშვილს უთხრა, რომ სანაცვლოდ ლისზე 4.900 კვადრატულს მისცემდა. ეს ის მიწაა, სადაც რამდენიმე კორპუსის აშენება შეიძლება. ამ კონკრეტულ საქმეში იმდენი ხარვეზი და კითხვის ნიშანი იკვეთება, რომ შეუძლებელია ასეთი რაღაც წყდებოდეს თბილისის მერის და მერიის უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობის გარეშე და ბუნებრივია, რომ ხალხს უჩნდება კითხვა, რატომ აკეთებს ეს ხალხი ამას, თუ პირადად ასეთ ტრანზაქციებში არ აქვს კონკრეტული ინტერესი. საკრებულოს ოპოზიციაში, ვინც ეს დოკუმენტები შეისწავლა, პირდაპირ ამბობენ, რომ გარიგებას დიდი კორუფციის სუნი უდის. მიწების ყიდვაც, მისი შეფასებაც და მერიაში წერილებიც სავარაუდოდ წინასწარ დადგმული იყო. რათა მშენებლობისთვის გამოუსადეგარი მიწების გამოყენებით სამშენებლო ბიზნესს ლისზე კორპუსების ასაშენებელი მიწა ხელში ჩაეგდო. რა საქმიანობთ თქვენი შვილი? სამშენებლო კომპანიაში არის. თავისია ეს კომპანია? არა, თავისი არ არის. არ არის მისი, ვისია ქალბატონ ქეთნებს? კვეტენაძე კობაში არის. ყობა კვეტენაძის კომპანიაშია დირექტორია? კი. კერჩის ქუჩაზე გლდანში ახლა ჩვენ შალვა ქრივიშვილს ვეძებთ. 44 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ერთადერთია, რაც მის სახელზე ირიცხება. მეზობლები გვიდასტურებენ, რომ ქრივიშვილი აქ მე-10 სართულზე ცხოვრობს. ამავე მისამართზე რეგისტრირებულია ქრივიშვილის სამივე კომპანია. ჩვენ მასთან რამდენჯერმე მივედით, თუმცა ის სახლში არ გაგვხვდა. ქრივიშვილი, ეს კაცია. ხო, ეს. ხო, ანა, ცხოვრობს სწორად მიდიარ. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ შალვა ქრივიშვილი, რომელმაც 6 დღეში ჯერ მშენებლობისთვის უსარგებლო მიწის ნაკვეთები 1/2-ს მიყოლებით შეიძინა, შემდეგ კი მერიას უთხრა, რომ ზარალდებოდა და მისი გაცვლა უნდოდა, გიორგი ხუციშვილის ბიზნეს პარტნიორია. ხუციშვილი კი ლიცი ტოპოგრაფის მფლობელთან ერთად აშენებს საცხოვრებელ სახლებს თბილისის ელიტურ უბნებში. ამიტომ ახლა ლიცი ტოპოგრაფში მივდივართ იმის გასარკვევად, როგორ დაარწმუნეს კახი კალაძე, რომ 11 დღით ადრე ნაყიდი მიწის ნაკვეთების სტატუსით ზარალდებოდნენ და როგორ დაითანხმეს კალაძის გუნდი, რომ მიხეილ ქრივიშვილისთვის ლისზე კორპუსების ასაშენებელი მიწა მიეცათ.
ბატონ კობას ვიცნობ, მეორე პიროვნებას მე არ ვიცნობ და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე თქვენ გითხარით, რომ დამიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მე მოვიძიებ, როგორ გადმოგცეთ თქვენ. სახელმწიფო ლისის ტერიტორიაზე, სოფელი ლისის ტერიტორიაზე ეს მიწა რომ გაცვალეს 4900 კვადრატული. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობ. მერი ამ მშენებლობისთვის უსარგებლო მიწის ნაკვეთების ლისის მიწაში გადაცემას მწვანე შუქი 2023 წლის 11 იანვარს აუნთო. აქედან დაახლოებით 3 კვირაში მიწის ფლობელის ბიზნეს პარტნიორმა გიორგი ხუციშვილმა ქართულ ოცნებას საჩუქრად 30000 ლარი გადაურიცხა. ეს ოფიციალურად. ოპოზიციას კი ეჭვიაქვს, რომ ამ გარიგებაში სავარაუდოდ უფრო დიდი ქრთამი გადაიხადეს. ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება თბილისის მერის და მერიის უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობის გარეშე. ჩაობნელ საქმეში მონაწილეობს ვიცემერი, მისი პირადი ჩართულობით წყდებოდა ეს საკითხი და ეს ძალიან შაუბნელი მონაცვლეობა, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტი დაზარალდა და თბილისელებს წაერთვათ თითქმის 2 მილიონი ლარის ღირებულების ქონება. როგორ შეაფასა მიწის ნაკვეთების სახელმწიფო ექსპერტიზა? მაგალითად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ თემქაზე ხევის პირას მდებარე 716 კვადრატული მეტრი მიწა 373728 ლარი ღირს, ანუ კვადრატული მეტრი 508 ლარი. შეფასების დროს ექსპერტიზამ მიწის ფასი ძველი სტატუსით დაადგინა, ანუ წლების წინ, როდესაც მშენებლობა იქ დასაშვები იყო. ჩნდება ეჭვი, რომ თემქაზე სკოლის უკან და ხევის პირას ჯერ კიდევ კერძო პირისგან ყიდვის დროს ფასი ხელოვნურად გაბერეს, რომ შემდეგ ამ მიწის სანაცვლოდ ლისზე სამშენებლო ტერიტორიის გადაცემა გაემართლებინათ. მიწის ძველ მფლობელს ვკითხეთ, რეალურად რამდენი აიღო ამ ტერიტორიაში. რამდენად გაყიდეთ ეს მიწა? შეიძლება გკითხოთ. რატო უნდა გითხრათ? არა, თუ გნებავთ არ მითხრათ, ბატონო. ხო და რატომ მიკითხებით მაშინ? რამდენად ვიყიდეთ იმას? არ შეცავ, არ შენ მიდიხარ შესაძლოა მიხარ. კარგად ზანდებოდეთ რა, ბოდიშ მოგე. რამდენად ვიყიდეთ იმდენადაც გავყიდეთ. ყველა დოკუმენტს ხელს კახი კალაძე აწერს, თუმცა საბოლოოდ სამშენებლოდ უსარგებლო მიწების ლისის ტერიტორიაში გადაცვლას მწვანე შუქი თბილისის საკრებულომ უნდა აუნთოს. ჩვენი ინფორმაციით ამ საკითხის დასალაგებლად საკრებულოში შეხვედრაზე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იყო მისული. პირადად იყო ჩართული ირაკლი ხმალაძე ამ საკითხის დალაგებაში? ერთი დალაგება, ცოტა მე ვფიქრობ, არასწორი ტერმინოლოგია. თქვენ თუ გულისხმობთ ზოგადად ვიცემერს ამ ზოგადად ქონების საკითხებთან დაკავშირებით, თავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვიცემერია და რა თქმა უნდა, ისიც იქნებოდა ჩართული. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გვიმტკიცებს, რომ კანონს არ არღვევენ, თუმცა შაბათის ეთერის ინფორმაციით კომისიის ხდომაზე ამ საკითხის განხილვის დროს დიდი ხმაური იყო და ქართული ოცნების დეპუტატებს უთხრეს, რომ საკითხის მხარდამჭერით საციხო საქმეზე მიდიან. ტყემალაძე ახლა უხერხულ მდგომარეობაშია. კალაძის წარდგენილი 2 მილიონიანი მიწების გაცვლის ამბავი რომ ჩააგდოს, თბილისის მერი უნდა გადაიკიდოს. რომ დაამტკიცოს არავინ იცის, როდის შემოუბრუნდება ხალხის ქონების სავარაუდო გაფლანგვის საქმე უკან. თუ არის შემთხვევა, რომ მესაკუთრის ცვლილება არის მომხდარი, ეს არანაირად არ გამორიცხავს მესაკუთრის უფლებების, ასე ვთქვათ, მოთხოვნას მონაცვლეობასთან დაკავშირებით. ეს არის ძველი მესაკუთრე თუ არის ახალი მესაკუთრე? ანუ მემკვიდრეობით არის გადასული დაზარალებული სტატუსი? რა თქმა უნდა. გარიგებები დეველოპერებსა და მერიას შორის არ არსებობს? რა თქმა უნდა, თუ ასეთი იარსებებს საკრებულოში ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული ნამდვილად არ იქნება. და არ უზარალია ბიუჯეტს ამ? არა, რა თქმა უნდა. შაბათის ეთერის ინფორმაციით შალვა ქრივიშვილი მთელს ამ პროცესში მიწის ფიქტიური მფლობელია და მის უკან გავლენიანი სამშენებლო კომპანიის ლისი ტოპოგრაფის მფლობელი დგას. ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად კი საქმეში სხვა პირები შემოიყვანეს. იგივე ეჭვიაქვს საკრებულოს ოპოზიციას, რომ ახლა თბილისელების 2 მილიონამდე ღირებულების ქონებას მაქინაციებით კალაძე და მისი მოადგილე ხმალაძე მეგობარ ბიზნესმენებს აძლევენ.
მან იცოდა რა ზონის მქონე მიწებს ყიდულობდა, სატყეო და სარეკრეაციო, სადაც აკრძალული არის მშენებლობა და მას თუ არ ქონდა წინასწარი ინფორმაცია და თანხმობა მაღალი ინსტიტუტების და მაღალი ეშელონებზე მდგომი ქართული ოცნების პირებისგან წარმოუდგენელი ამ მსგავსი ნასყიდობა გაკეთოთ. რატო გავრისკავთ პირობითად, ხო, ჩვენ 1 მილიონ ლარს თუ არ გვაქვს წინასწარი თანხმობა. დიდი ალბათობით მათ ქონდათ ინფორმაცია დედაქალაქის მერიისგან აღნიშნული მიწების თაობაზე. რა კავშირი აქვს ლისი ტოპოგრაფის მფლობელს ქრივიშვილსა და თბილისის მერიას შორის შემდგარ გარიგებასთან და არის თუ არა ქრივიშვილი ფიქტიური პირი? ოჯახი ამბობს, რომ ის კვეტენაძის სამშენებლო კომპანიაში დაქირავებული თანამშრომელია და მასზე გაფორმებული ბიზნესი რეალურად მისი არ არის. კითხვები ბევრია, მაგრამ ჩალვა ქრივიშვილი შაბათის ეთერს ემალება. TV პირველიდან არიან, TV პირველიდან. რაღაცა, რა ვიცი, რაღაც მიწა გაცვალაო, რაღაცაო, რა ვიცი. არაფერი არ ვიცი, არაფერი არ რო დაგვალაპარაკოთ შეიძლება? დაგალაპარაკო? არა, დაგალაპარაკო. უმაგეთქოს პროკურატურამ. დავამთავრე ლაპარაკი. თუ არაფერი დაუშავებია, დასამალი რა აქვს? თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიასა და დეველოპერებს შორის შემდგარ გარიგებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს. ამიტომ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სავარაუდო გაფლანგვის საქმე პროკურატურაში წავა.